მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ახალი წელი მოგვადგაკარს. და ყოველი წლის დეკემბერში ჩვენ უფროსები ცოტა ხნით ისევ ბავშვებად ვიქცევით. ვუყურებთ ძველ ფილმებს, ხანდახან მულტფილმებსაც. და ვფიქრობთ, რომ შემდეგ წელს ყველაფერი აუცილებლად სხვაგვარად და ძალიან კარგად იქნება. ეს გარემო მოქმედებს ჩვენზე, ეს ჯადოსნური გარემო, შობა, ახალი წელი. მე ეს გავაერთიანე, რადგანაც უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ იმ საშობაო განწყობას, რომელიც ევროპაში სუფევს 25 დეკემბერს და რომელიც საბჭოთა კავშირში ჩანაცვლებული იყო ახალი წლის განწყობით. აი ეს მთლიანობაში შობა, ახალი წელი თავისი ჯადოსნობით, თავისი ზღაპრებით, თავისი განწყობით, თავისი იმედებით, რომელსაც ჩვენ ყოველ წელს განვიცდით. თუმცა, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთი ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ბრუსხუნებენ და ამბობენ, რომ კარგი რა უბედურება ეს ახალი წელი, რა ეს ყოველ წელს ამ ნაძვისხის თრევა დადგმა, ზიზილპიპილოებით სახლის გავსება, ეს რაღაცა თოვლის ბაბუა, სანტა-კლაუსი, საერთოდ რა ინფანტილიზმია. აი დღეს ვისაუბრებთ სწორედ ამაზე, ამ თემებზე. აუცილებლად გავარჩევთ ერთ საშობაო ზღაპარს არქეტიპების მიხედვით, მაგრამ დავიწყო მე მინდა სწორედ ამ საკითხიდან, რატომ არ არის ეს ყველაფერი სინამდვილეში ინფანტილიზმი და რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური მექანიზმი. აი ამ საკითხით მინდა დავიწყო. საქმე ის არის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი რუტინა არის ძალიან არასტაბილური და არაგანჭვრეტადი. და ეს ეხება ყველაფერს, ჩვენი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროს. ეს ეხება ჯანმრთელობას, სამსახურს, პირად ურთიერთობებს, ამას კიდევ დაემატა მოგეხსენებათ ჩვენს თანამედროვეობაში, როგორც ვართ, ეგზისტენციალური კრიზისის სამყაროში, ამ რაღაც ფასეულობების და ღირებულებების ჩანაცვლება, სპეკულაცია, ამითი, ერთ სიტყვით ძალიან შავდღეში ვართ, პირდაპირ რომ ვთქვათ. და აი სწორედ ეს საახალწლო განწყობა, საშობაო განწყობა, თავისი სასწაულებით, თავისი ჯადოსნობითა და ზღაპრებით გვეხმარება იმაში, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ კეთილი დასასრული ჯერ კიდევ შესაძლებელია. აი ამ იმედის ჩასახვაში გვეხმარება. იცით რა, მე კიდევ უკეთეს ფრაზას ჩაგაწვდით, რომელიც მე პირადად ჩემს ესეთ ცხოვრების მთავარ ფრაზად გავიხადე. ის არის შემდეგი, ცოტა გადაკეთებულია. დასასრული ყოველთვის კეთილია და თუ ყველაფერი ცუდად არის, მაშინ ეს ჯერ დასასრული არ არის. მაშინ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს წინ და ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. გირჩევთ, რომ თქვენს გაიხადოთ დევიზად ეს ფრაზა. კი ბატონო, და მაინც, რა თქმა უნდა, მესმის სკეპტიკოსების ხმები, რომლებიც ამბობენ, რომ კარგი რა, ეს ყველაფერი არის ილუზორული. რა გითხრათ, ჩემო კარგებო? მე თუ გეტყვით, რომ ჩვენ გვიყვარს ზღაპრები, ეს იქნება რაღაცა ესეთი ცოტა მიამიტინა-თქვამი, რაღაცა ერთი პუნქტიდან, რაღაცა ერთი სამრეკლოდან დანახული. ამიტომ მე სხვაგვარად დავაფორმულირებ აი ამ ნათქვამს. კერძოდ, ჩვენს ტვინს უყვარს კონსტრუქციები,
შემდეგნაირად შემდგარი. დასაწყისი, გამოწვევა და კეთილი დასასრული. და მე გეტყვით კიდევ, რომ ეს სწორედ ეს კეთილი დასასრული, რომელიც დგება სასწაულებრივად ზღაპრებში, სწორედ ეს გვაძლევს პროგნოზირებადობის, სტაბილურობის, დაცულობის, უსაფრთხოების განცდას. ხალხნო, ეს არის მასლოუს პირამიდის ყველაზე, ასე ვთქვათ, პირველი ძირეული დონე. თუ მე არ მაქვს უსაფრთხოების, სტაბილურობის, დაცულობის განცდა, რაზე ალაპარაკი? რას გავაკეთებ? მერე მოდის მხოლოდ თვით რეალიზაცია და მაღალი მატერიები კიდევ. ამიტომ ეს არის ყველაზე ძირითადი, ეს არის ადამიანის ცხოვრების საყრდენი. იმედი, დაცულობა, უსაფრთხოება, სტაბილური, ეს განცდები. და ეს ჯადოსნური დღესასწაული გვაძლევს ამის განცდას. და ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვფუსფუსებთ და მოგვაქვს ეს ნაძვის ხე, ვრთავთ, საჩუქრები, თოვლის ბაბუას უდგავთ გვერდზე და ეს არ არის მხოლოდ დეკორაციები, ეს ნუ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ დეკორაციები, არა ჩემო კარგებო. ეს არის ძალიან ძველი და სიღრმისეული არქეტიპები, რომლებსაც ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა ენიჭებათ. საკმარისია ჩვენ თუნდაც ავიღოთ თოვლის ბაბუა სანტა-კლაუსი და ჩავუღრმავდეთ მას და მისი ასე ვთქვათ კავშირი დავადგინოთ წმინდა ნიკოლოსთან, კარგად როგორც დღეს მშვენივრად იტყვიან ხოლმე, კარგად ილინკება ეს კავშირი, ხო? წმინდა ნიკოლოსთან არის ეს კავშირი. და კერძოდ იმ პატარა ეპიზოდთან წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაში, როდესაც მან ფაქტობრივად გადაარჩინა, შეიძლება ასე ითქვას, გადაარჩინა სამი და ერთ-ერთი ძალიან ღირსეული კაცის ქალიშვილები, რომელმაც ოღონდაც დაკარგა თავისი ქონება და ამ გოგონებს სამწუხაროდ მომავალი საერთოდ არანაირი აღარ ჰქონდათ, გარდა საროსკიპოსი. და რა გააკეთა წმინდა ნიკოლოზმა, როგორ დაეხმარა, ესეც როგორი ნიუანსია. კი არ მივიდა და ხელიდან ხელში კი არ მისცა. არ დაამცირა ადამიანი. ჩუმად ჩაუგდო ღამის განმავლობაში სახლში 3 ქისა ოქროთი სავსე და შესაბამისად გოგონებს გაეხსნათ გზა, მათ უკვე ესე იგი ეს მზითვის შესაძლებლობა ჰქონდათ და უკვე იყო პერსპექტივა, ასე ვთქვათ, გათხოვების და ძალიან ღირსეული ცხოვრების წარმართვისა. რაზეა ეს ფაქტი? როგორ გააკეთა წმინდა ნიკოლოზმა სასწაული? არა, ეს ფაქტი არის შემდეგზე, რომ ყოველ ადამიანს და წმინდა ნიკოლოზი იყო ადამიანი უპირველეს ყოვლისა და ყოველ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა, რომ სასწაული თავად შექმნას და შეცვალოს საკუთარი ცხოვრებაც და სხვების ცხოვრებაც და შეცვალოს სამყარო. ამიტომ, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ მე სასწაულის მჯერა, ეს ნიშნავს შემდეგს. მე მჯერა, რომ შემიძლია შევიცვალო და შემიძლია შევცვალო ჩემი ცხოვრებაც, სხვების ცხოვრებაც და საერთოდ სამყაროც. და ესეთი ადამიანები არიან ყველაზე პერსპექტიულები, მინდა გითხრათ. კი ბატონო, ეს ერთი რამ გავარჩიეთ. ეხლა სანამ მე გადავიდოდე ჩვენს დღევანდელ ზღაპარზე, რომლის გარჩევაც მინდა, მაინც მინდა რომ მოკლედ შეგახსენოთ არქეტიპების თემა. ხო, რა არის ეს არქეტიპები, რო გავიძახით არქეტიპი. არქეტიპი, როგორც მოგეხსენებათ, შემოიტანა არქეტიპის ცნება.
შემოიტანა კარლ გუსტავ იუნგმა და ანუ ეს უკავშირდებოდა მის მიერვე შემოტანილ კოლექტიური არაცნობიერის ცნებას. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რა არის ეს? ანუ არა მარტო ადამიანს აქვს თავისი პირადი არაცნობიერი, რაც ჩვენ ვიცით, არამედ კაცობრიობას აქვს ზოგადად თავისი კოლექტიური არაცნობიერი, რომელიც დასახლებულია არქეტიპებით. რა არის ეს არქეტიპი? ეს არის ესეთი თანდაყოლილი უნივერსალური ფსიქიკური სტრუქტურა. ეს არის, აი, როგორ გითხრათ, უძველესი სურათხატი, პირველადი პროტოტიპი. ეს ჩვენ გვეძლება არქეტიპი ნაკლებად გვეძლება გამოცდილებით. ეს ცოდნა თითქოს მოყვება უკვე ჩვენ და გვაქვს ეს ცოდნა. თანდაყოლილია ის თითქოს. არქეტიპების საშუალებით ჩვენ საერთოდ ნავიგაციას ვაკეთებთ ჩვენ ცხოვრებაში. არქეტიპების საშუალებით ვითვისებთ გარკვეულ როლებს, არქეტიპების საშუალებით ვმართავთ ცხოვრებას, მათი საშუალებით ვპოულობთ გამოსავალს რთული სიტუაციებიდან, კრიზისებიდან, მათ შორის ეგზისტენციალური კრიზისებიდანაც. და რაც მთავარია, იცით, არქეტიპი ეს უნივერსალურია, როგორც მე გითხარით, ანუ ის არ არის კავშირში რაღაცა გარკვეულ ეპოქასთან, კულტურასთან, არა, დროსთან, ხო? არა. იმიტომ რომ მაგალითად სიტყვაზე გმირის არქეტიპის გამოხატულება არის როგორც ანტიკურობაში პრომეთე, ასევე თანამედროვე კულტურაში ჰარი პოტერი, ხო? ანუ არ არის ეს დამოკიდებული დროზე, მაგრამ აი გმირის გამოხატულება, მისი გამოვლენა, გმირის რა იყო და არქეტიპის გამოხატულება და გამოვლენა, აი ეს უკვე მიბმულია, ანუ როდის, რანაირად, როგორ გამოვლინდება ეს არქეტიპი, აი ეს უკვე კი ბატონო, ეს უკვე კავშირშია ეპოქასთან, დროსთან, კულტურასთან, სოციუმთან, ადამიანთან, მისი ცხოვრებისეულ ისტორიასთან, მის ეტაპთან, ცხოვრებისეულ ეტაპთან, რა ეტაპზე, რომელი არქეტიპი წამოვა წინ, ხო, მის ცხოვრებაში. ეს კი, ეს არის. ეხლა მე მინდა უბრალოდ ჯერ ის 5 არქეტიპი გაგაცნოთ, რომლებზედაც დღეს გვექნება საუბარი, რამე თუ ზღაპართან დაკავშირებული არქეტიპებია, მოკლედ დაგიხასიათოთ და მე გადავიდეთ უკვე ზღაპარზე. კარგით? ესე იგი, პირველი არქეტიპი, ეს არის ბავშვი. ბავშვი, რა დევიზი შეგვიძლია ჩვენ ასე ვთქვათ, დავაკონექტოთ მასთან, რა წინადადებით შეიძლება რომ გამოიხატოს მისი არსი ბავშვის არქეტიპის. ალბათ ესეთში სამყარო ჯერ კიდევ შესაძლებელია სიკეთის ადგილსამყოფელი იყოს. ანუ ეს არის იმედი, ეს არის სურვილი, ეს არის ოცნება, ეს არის ბავშვი. შემდეგ ჯადოქარი, ეს მარტივია. მე შემიძლია ერთი რამ, მეორე რაღაცად ვაქციო. ანუ ტრანსფორმაციის უნარი. ტრანსფორმაცია, ეს არის ჯადოქარი. შემდეგ ბრძენი. ბრძენი გვეუბნება. შეხედე რა გზას. დატკბი გზით. მარტო მიზნისკენ მოიხედები. ანუ ეს არის გაცნობიერება და გარკვეული ეტაპის დასრულება, ხო, ბრძენი. არის ტრიქსტერი. ტრიქსტერი ესეთი გარკვეული მასხარა, ხო, რომელიც უკავშირდება ქაოსს, მაგრამ ამავდროულად უკავშირდება იუმორს. ის ამბობს, რომ კარგი რა მოდუნდი, არც ისე სერიოზულად არის საქმე შენ რომ ფიქრობ. თუმცა ზღაპრებში, ესეთ სიუჟეტებში უფრო მეტად ვლინდება ხოლმე ტრიქსტერის ბნელი მხარე,
ხო? აი ესეთი. და შემდეგ გმირი. გმირი, რომლის არსიც მარტივად გამოიხატება. სულ წინ მინდა ვიარო. აი ეს 5 არქეტიპი გვაქვს და მოდით ახლა გადავიდეთ იმ ზღაპარზე, რომელიც მე თქვენ გაგიმზადეთ. ეს არის ყველაზე ცნობილი ალბათ და ყველაზე პოპულარული საშობაო ზღაპარი. ჰოფმანის მაგნატუნა, რა თქმა უნდა. იმისთვის რომ ჩვენ მარტივად ვისაუბროთ არქეტიპებზე და კარგად გავერკვეთ, მე ზოგადად შეგახსენებთ მაგნატუნას სიუჟეტს. შტალბაუმების ოჯახში ხდებიან შობას. არის დიდი ზეიმი, დაპატიჟებულები არიან სტუმრები, მათ შორის ბავშვები, აქ რა თქმა უნდა არიან თავად მასპინძლების შტალბაუმების ბავშვებიც, მარი და ფრიცი. მოდის ნათლია დროსელმაერი, რომელიც ბავშვების უსაყვარლესი პიროვნება, იმიტომ რომ მას შეუძლია ზღაპრების მოყოლა, რაღაც ფოკუსების ჩვენება, უჩვეულო საჩუქრები მოაქვს ხოლმე, როგორც წესი ნათლია დროსელმაერს. და ამ შემთხვევაშიც ის მოიტანს პატარა და უშნო მაგნატუნას და აჩუქებს მარის. საოცრება, მაგრამ მაგნატუნას სიმახინჯის მიუხედავად, მარი ძალიან ესე გულში ჩაიკრავს მას და რაღაცნაირად მას გულს მოხვდება ეს სათამაშო. ის ეფერება მას, მიუხედავად იმისა, რომ ფრიცი ერთი კარგად დააზიანებს, ბიჭები ხო იცით როგორები არიან, სულ დაშლაზე და დაზიანებაზე არიან ხოლმე მიმართულები, ცელქები არიან ძალიან. ფრიცი დააზიანებს კარგად ამ სათამაშოს და ეს კიდევ უფრო მეტად ჩაიხუტებს მარი და კიდევ უფრო მეტად ეფერება და უფრთხილდება. ღამით ხდება საოცარი რამ. სათამაშოები ცოცხლდებიან, მაგნატუნა ცოცხლდება და ხდება საოცარი ბრძოლა. მაგნატუნას, მის ჯარსა და თაგვების მეფეს შორის. მოდის თაგვების ჯარი, თაგვების მეფის წინამძღოლობით, 7 თავა თაგვების მეფე და ხდება მწარე ბრძოლა. მარი, რომელიც ამას უყურებს, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როდესაც მაგნატუნას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის თაგვების მეფეს თავის ფეხსაცმელს ესვრის და აი იქ კარგავს გონებას. ის იღვიძებს, ჯერ გონია სიზმარი, მაგრამ მას იდაყვი აქვს დაზიანებული და მაშასადამე ეს ყველაფერი მართალი იყო და მართლა შედგა ეს ბრძოლა. თუმცა მას არავინ არ უჯერებს აი ამ ისტორიას, ღამის ისტორიას და მხოლოდ დროსელმაერი უყვება მაგნატუნას ამბავს. ის ამბობს, რომ იცი რა, ეს ჩემი ძმისშვილია და თავის დროზე მან გადაარჩინა ერთ-ერთი მეფის ქალიშვილი, მან დაუბრუნა მას სილამაზე, მაგრამ თვითონ გადაიქცა ესეთ მახინჯად სწორედ თაგვების მეფის დედის წყალობით. და პროგნოზი და წინასწარმეტყველება არის შემდეგი. მაგნატუნა კვლავ გახდება ადამიანი და გახდება პრინცი, უფლისწული, თუკი პირველი ის მოერევა თაგვების მეფეს და მეორე თუკი მას შეიყვარებს პატარა ახალგაზრდა გოგონა, ლამაზი გოგონა. აი ესეთი ისტორია. მარი ღელავს მთელი ის პერიოდი, რაც გამოჯამრთელების გზაზეა, ხან დროსელმაერს საყვედურობს, რომ როგორ არ დაეხმარე თავის დროზე მაგნატუნას და ასე შემდეგ. და ერთი კვირის თავზე, როდესაც მარი გამოჯამრთელდება, ისევ ჩნდება ცოცხალი მაგნატუნა და მიყავს მარი, ის ჩნდება, მე დამავიწყდა, მე თქვა, როგორ ჩნდება ის, როგორი მოდის ის მოდის გამარჯვებული, ის მოდის სისხლიანი ხმლით და მასზე წამოცმული 7 გვირგვინით. მან დაამარცხა თაგვების მეფე. ანუ პირველი პირობა შესრულებულია და მას მიყავს მარი სასწაულების ქვეყანაში. საოცრებების ჯადოსნობის ქვეყანაში და ის სწორედ იქ, როდესაც ისინი ბედნიერად
რა თქმა უნდა, აქაც არავინ არ იჯერებს ისტორიის სიმართლეს. დროსელმაიერიც კი უარყოფს სხვების დასანახად ამ მთელ ისტორიას. მანამდე, სანამ სულ ცოტა ხნის მერე გამოხდება ცოტა ხანი და შტალბაუმების კარზე, ზღურბლზე გამოჩნდება ახალგაზრდა ძალიან მომხიბვლელი ყმაწვილი, რომელიც მარის ხელს თხოვს. და ჩუმად ეუბნება, რომ ხო იცი მე ვინც ვარ? ის ვარ მაგნატუნა. ეს არის დროსელმაერის ძმისშვილი, მართლაც ძმისშვილი. მე ვარ ის მაგნატუნა. აი ასე სრულდება ზღაპარი. ეხლა მოდით, ხო, აი ძალიან ისეთი ლამაზი სიუჟეტია, ძალიან ტრადიციული, ზღაპრული სასწაულები ხდება, მახინჯი მაგნატუნა უფლისწულად იქცევა, ახალგაზრდა გოგოს შეუყვარდება, ეს ხო ძალიან ცნობილი ეს The Beauty and the Beast ზუსტად იგივე სიუჟეტია, ხო, როდესაც მახინჯი შეუყვარდება ლამას და ასე შემდეგ. ცნობილი სიუჟეტია. მაგრამ მოდით მივყვეთ არქეტიპებს. პირველი, ეს არის ბავშვის არქეტიპი. ვინ ყავს აქ ბავშვი? ბავშვი არის მარი. რითი არის ის გამორჩეული? ის არის თავისი აუთენტურობით გამორჩეული, თავისი გულღიაობით გამორჩეული. აუთენტურობა ჩვენც ვამბობთ ფსიქოთერაპევტები, რომ ეს არის ყველაზე მთავარი თვისება და ეს აუთენტურობა ზრდასრულებს ხშირად დაკარგული აქვთ და ბავშვებისთვის არის ეს დამახასიათებელი აუთენტურობა. სწორედ ამიტომაც არის, რომ მარი ხედავს უფრო მეტს ვიდრე ზრდასრულები. იმიტომ რომ ის იხედება გარეგნული მხარის მიღმა. ის ხედავს არსს, აი ამ გარეგნულის მიღმა. ხედავს არსს და მარის გარეშე ვერანაირი პროცესები ვერ დაიწყებოდა იქ. მარიმ დაიწყო აი ამ თავისი გულღიაობით, თავისი აუთენტურობით, იმით, რომ მან ეს ყველაფერი დაუშვა. ანუ სასწაული იწყება მისი მიმღებლობით. სასწაული იწყება სასწაულისათვის მზაობით. ამას ბოდიში, მაგრამ რუდოლფ შტაინერი ამბობდა ჯერ კიდევ, რომ ნებისმიერი სასწაული იწყება ადამიანის მზაობით, რომ დაინახოს იგი. იმიტომ რომ შეიძლება 24/7 ადამიანის გარშემო ხდებოდეს ეს სასწაულები, მაგრამ მას მზაობა არ ჰქონდეს, რომ დაინახოს ისინი. შტაინერი ამბობდა ჯერ კიდევ ამას. აი აქ იგივე ამბავი არის. მას აქვს მზაობა, მას აქვს ნდობა და ნდობის გარეშე ტრანსფორმაცია არის შეუძლებელი. მზაობის გარეშე ტრანსფორმაცია არის შეუძლებელი. და ეხლა მე არა მარტო ზღაპრის სიუჟეტზე გელაპარაკებით, როდესაც ამას ვამბობ, მე ჩემ პროფესიაზე გელაპარაკებით ეხლა, იმიტომ რომ ფსიქოთერაპიის მიზანი არის ადამიანის ტრანსფორმაცია. არის მისი ასე ვთქვათ, ცვლილება, მასში ახალი რესურსების აღმოჩენა. და ადამიანს თუ არ აქვს ამისათვის მზაობა, თუ არ აქვს ნდობა ამ პროცესის, ტრანსფორმაცია ვერ შედგება. თერაპევტი სულროდ ყავიდან ამოხტეს. ვერ შედგება. აი სწორედ ამაზეა საუბარი. მარის ჰქონდა მზაობა, ნდობა. და სწორედ ამიტომ დაიწყო ეს პროცესი და დატრიალდა ეს სასწაულები და წავიდა ტრანსფორმაციის პროცესი. ჯადოქარი. ანუ არ არის გასაკვირი, ხო? ჯადოქარი ვინ ყავს ჩვენ? დროსელმაერი, ნათლია დროსელმაერი. ეს არის ერთადერთი ზრდასრული, აი იმ მთელ საზოგადოებაში, რომელსაც შემორჩენილი აქვს ეს აუთენტურობა. აი, ზრდასრულიც არის და აუთენტურობაც აქვს. შესაბამისად, ის არის შუამავალი აი ამ ორ სამყაროს შორის, რეალობასა და
ჯადოსნურ სამყაროს შორის შუამავალია ეს. და გარდა იმისა, რომ მას ჯადოქრობის უნარები აქვს, რატომ მიყვარს იცით დროსელმაერი? ჩემი საყვარელი პერსონაჟია. ის არის ტიპიური ჯადოქარი მეგზური. ის არასდროს არ აკეთებს რაღაცა ისეთ პირდაპირ მაგიას. რაღაც ფოკუსებს აკეთებს ეკო სხვა რაღაცა. მაგია პირდაპირ ჯადოქრობა მისი ხელიდან არ ხდება. ის არასდროს არ იღებს გადაწყვეტილებას გმირის მაგივრად. იცით რას აკეთებს ის? პირობებს ქმნის, გარემოებებს ქმნის და გმირს აძლევს ინსტრუმენტს. მე შენზეა ყველაფერი. რას გააკეთებ? როგორ მოიმოქმედებ? როგორ შეცვლი ყველაფერს? თერაპევტია, ტიპიური თერაპევტია დროსელმაერი, ალბათ იმიტომ მიყვარს. ეს არის ის ზუსტად, რაც ხდება თერაპიაში, გარემოებების შექმნა, ინსტრუმენტების მიცემა და დანარჩენი შენ გააკეთე ჩემო კარგო. იმიტომ რომ გადაწყვეტილება შენი მისაღებია. დატოვებ ყველაფერს ისე როგორც არის, თუ შეცვლი შენს ცხოვრებას. ასე არის ჯადოქრის ამბავი. შემდეგი არქეტიპი არის ბრძენი. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს ორი ბრძენი. ანუ ნახეთ როგორ არის ჩვენ ზღაპარში. ჩვენ გვყავს გარეგანი ბრძენი და ეს არის დროსელმაერი. იმიტომ რომ ის არის აი იმ საიდუმლო ცოდნის მცველი. ხო, გარეგანი ბრძენი. და არის შინაგანი ბრძენი. და შინაგანი ბრძენი ისევ და ისევ არის მარი. რატომ? იმიტომ რომ ის აი ამ თავისი უნარებით, თავისი აუთენტურობით მას შესწევს იმის უნარი, თავისი რწმენით, თავისი ნდობით. მას შესწევს იმის უნარი, რომ გაარჩიოს გარეგანი ფორმა, ნიღაბი და შიგ ჩამალული არსი ერთმანეთისგან. და ის არსისკენ მიდის და არა ნიღბისკენ. ის ხედავს, რომ აი ეს გარეგანი სიმახინჯე შიგნით მალავს საოცარ ძალას, საოცარ სიკეთეს. და ბრძენი, ანუ სიბრძნე ზოგადად, ეს არის სწორედ არსის დანახვის უნარი. და სიბრძნე არის გულის მოწიფულობა და არა გონების. შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ დღევანდელ დღეს ფსიქიატრიაც, დინამიკური ფსიქიატრია ამაზე საუბრობს. მისი ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი ის არის, რომ ემოციები ეს არ არის რაღაცა განყენებული, არამედ ემოციები ეს არის ურთულესი მენტალური პროცესის შემადგენელი ორგანული ნაწილი. ფსიქიატრია საუბრობს ასევე იმაზე, დინამიკური ფსიქიატრია, რომ ნეირონების ტვინის, ნეირონებისა და სინაფსური კავშირების განვითარება ძალიან დიდად არის დამოკიდებული ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობებით გამოწვეულ განცდებზე. განცდების დეფიციტია, ნეირონები ვერ განვითარდება, მოკვდება, სინაფსური კავშირები ვერ განვითარდება. და სწორედ ამიტომ სწორედ ეს არის სიბრძნე, გულის მოწიფულობა, EQ და არა IQ. და დამიჯერეთ, EQ თუ კარგად არის, IQ-ს განვითარებასაც არაფერი არ დაუდგება წინ. აი ასეთია სიბრძნის ამბავი. შემდეგი ჩვენი პერსონაჟი არის ტრიქსტერი.
ანუ მე მოგახსენეთ რაც არის ტრიქსტერი, ხო? ამ შემთხვევაში თაგვების მეფეა და როგორც გითხარით, თავისი ბნელი ნაწილით არის აქ ტრიქსტერი დანახული. ეს არის ქაოსი, ჩრდილი არა, უფრო ის ჩრდილოვანი ნაწილი კიდევ უფრო სხვა რაღაცა შეიძლება იყოს, უფრო სასიკეთო ადამიანისთვის, მაგრამ ეს ბნელი, ძალიან ბნელი მხარე, უკუნისი მხარე, ხო, ადამიანისა. და საქმე ის არის, რომ ის განასახიერებს, აი ამ შემთხვევაში ეს ჩვენი თაგვების მეფე განასახიერებს შიშებს, ჩვენს შიშებს, რომლებსაც ჩვენ ვერ ვუყურებთ თვალებში. გვეშინია, ჩვენ გვინდა რომ გავექცეთ რაღაცა თემებს. გვეშინია რომ მათ ჩვენ ხო ჩვენი ჩრდილოვანი მხარის გვეშინია ყველას. ჩვენ ყველამ ვიცით რაღაცა თვისებები ჩვენი, რომელსაც ჩრდილოვან მხარეთ მივიჩნევთ და გვეშინია ამისი ძალიან. და აი ამ შიშს ვერ ვუყურებთ თვალებში. და საკმარისია რომ ეს შიში დავძლიოთ, მას თვალებში ჩავხედოთ, მასზე გავიმარჯვოთ და ჩვენ დავინახავთ რომ იმას, რასაც ჩვენ ჩრდილოვან მხარეთ ვთვლიდით, ჩვენს ჩრდილოვან მხარეთ, იქ იმხელა რესურსებია, რომ მისი შემოერთებით ჩვენ გავხდებით გაცილებით უფრო უკეთესები, ვიდრე ადრე ვიყავით. აი ესეთი თემაა, შიშები, ჩვენი შიშები. ეს არის ტრიქსტერი, ეს არის თაგვების მეფე. და რა თქმა უნდა, ჩვენი გმირი, ეს არის ერთი მხრივ მაგნატუნა, რომელიც არის პატარა და მამაცი მეომარი, რომელიც არის თავგანწირული ძალიან, რომელმაც ჯერ მეფის ქალიშვილი გადაარჩინა და შემდეგ აი ესეთი გარემოებების ბროსელმაერის შექმნილი გარემოებების თანახმად მარის სიახლოვეს აღმოჩნდა და იქაც გამოიჩინა გულადობა და იქაც გამოიჩინა თავისი სიმტკიცე და შინაგანი საყრდენი. და მეორე მხარე ეს არის მარი. მარიც გმირია. იმიტომ რომ მან დაინახა რომ უნდა გვიყვარდეს არა მომხიბვლელი, არამედ ნამდვილი. აი ესე არის ჩვენი ამბავი და მაგნატუნას ამბავი. იფიქრეთ ამაზე. შეიძლება უყუროთ კიდევაც, აღარ მახსოვს ფილმიც არის მე მგონი, მაგრამ მულტფილმები არის რამდენიმე, ბალეტი შესანიშნავი მაგნატუნა. ასევე უყურეთ საახალწლოდ, დაატკბით ამ სიუჟეტით. მე კიდევ გისურვებთ ძალიან კარგ ახალ წელს, 2026 წელს. ყველა სასწაული მომხდარიყოს, რაც კი რამე არის შესაძლებელი. და თქვენ ყოფილიყავით ამ სასწაულების ავტორები. აი ამას გისურვებთ მე. აბა ბედნიერად. კარგი შობა ახალი წელი.